გამარჯობა. მოგესალმებათ კოდის სათემო განათლების ცენტრის რადიო პროექტი მისი ხმა. პროექტი ხორციელდება DVV International-ისა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით. სათემო რადიოს მიზანია ხელი შეუწყოს ქალთა გაძლიერებას, მათ ჩართულობას თემის ცხოვრებაში, ცნობიერების ამაღლებას გენდერულ საკითხებში და ასე შემდეგ. მე გახლავართ რადიოს თანაწამყვანი მარიამ ქავთარაძე და დღეს საინფორმაციო რუბრიკის თემა გახლავთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დაცვის საერთაშორისო დღე. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული დღე 2020 წლიდან სისტემატიურად აღინიშნება. 2025 წლის 14 ივნისს ქალაქ რუსთავში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დაცვის დღე აღინიშნა, რომლის მიზანს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მათი უფლებების რეალიზების ხელშეწყობა წარმოადგენს. მე ახლა შემოგთავაზებთ მცირე ვიდეო ინტერვიუს აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილე პირებთან, რომელთაც უნიკალური ნამუშევრები ჰქონდათ წარმოდგენილი. და აქვე დავამატებ, რომ ამ უნიკალური ღონისძიების ინიციატორი გახდათ თინათინ ბეკოშვილი. ეხლა თქვენ შემოქმედებაზე მითხარი. ხატვა როდის დაიწყე და თქვენი ინსპირაციის წყარო რა იყო? თუ შეიძლება თქვენს ნახატებთან მოვძამდით. აი ეს საოცრებაა, ხო? ფილმიდან არის, ხო? კი, ეს ნახატი არის სინათლემდე ფილმიდან, ბოლო კადრი. და თან რაღაცნაირად სიმბოლურია ჩემთვის, იმიტომ რომ ხშირად მე ვანახებ ხოლმე მზეს ხელს და მაინც ჩემს ფეგელობას ესე ვამოწმ. ხატვა დავიწყეული თვია. ინსპირაციას რაც შეეხება ალბათ უფრო სტიმული მომცა მიჭერესმა ცნობილმა ქართულმა ხატვარმა ქალბატონმა თითი მატაპელმა, რომელსაც უმეტესი მადლობა მინდა გადავხატო და ძალიან შემატკივრებს და თითოეულ ნახატს განვიხილავ ხოლმე მერე. მისთვის დავიწყე ალბათ ხატვა, ესე რომ ვთქვათ. თქვენი სამომავლო გეგმებით თუ შეიძლება ხატვასთან დაკავშირებით, მე ვიცი ქალბატონმა ეკამ შემოგთავაზათ. ხო, ჯერ ეს ზუსტად არ ვიცით, რაღაც გამოფენები იგეგმება, ქალბატონი მქეთის უნდა რომ გამოფენები გააკეთოს. ეკა, ჩემ ეკა ექიმს უნდა რომ რაღაც გამოფენა პერსონალური გავაკეთოს, გარეთ გავაკეთოთ. ეს არის პირველი გამოფენა ჩემი და არ ვიცი, ან რაღაც სხვანაირად გზნავს, იმიტომ რომ ეს რაღაც ჩემი ახალი პროფესია, გატაცება გქონია. ყოველ შემთხვევაში ამ სფეროში არასდროს არ ყოფილა, თუმცა ყოველთვის მინდოდა რომ ყოფილიყავ. თიკო, ჩემოსაყვარელო დღევანდელი გამოფენა რა დღე, რა თარიღს ეძღვნება, თუ შეიძლება გითხარით? დღეს არის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე 2000 წლიდან საქართველოში აღინიშნება და ამას დღეს აღნიშნავს საქართველოში. ამიტომ მინდოდა რომ დღევანდელი დღე რაღაც გამორჩეული ყოფილიყო და ასეთი გამოფენა ზოგადად რუსთავში არ ჩატარებულა. და რა თქმა უნდა დავუკავშირდით არასამთავრობო ორგანიზაციიდან, მედია პოზიტივიდან, მე და ჩემი მეგობარი მარიკა შეშემოყირებს, ვინც ხელოვნების სხვადასხვა დარგში მოღვაწეობდნენ და სიამოვნებით მიიღეს მონაწილეობა და დღეს მართლა ბედნიერი ვარ, რომ ეს დღე შედგა და ეს არის პირველი და იმედი მაქვს, რომ იქნება სტიმული ყველა შეშემოყირისთვის, რომ ვისაც რა სურვილი აქვს უნდა აკეთოს. გენაცვალე. დიდი წარმატებები, იმიტომ რომ სიცოცხლე და ცხოვრება მშვენიერია და მადლობა რომ მადლობა აი ასეთი საოცარი ღონისძიებებისთვის. მადლობა ჩემო თიკო. გაგვეცანით თუ შეიძლება დავსაყობად მე ვარ ირმა რუსთავიდან. თქვენი ნამუშევრები შეიძლება ვნახოთ? თქვენი რაზე მუშაობთ რა? მე მუშაობ სკულპტურულ თაბაშირზე, სურნელოვან სანთლებზე, ეპოქსიდზე. არაჩვეულებრივია. წარმატებები მინდა გისურვოთ შემოსაყვარელო. გიორგი, გამარჯობა ძირფასო. საოცარია თქვენი ნამუშევრები. ფოტოშოპში მუშაობთ, როგორც გავიგე, ხო? დიდებულია, არაჩვეულებრივია. წარმატებები ჩემო შვილო. გენაცვალე. Bravo, muito bem, muito bem.
ეხლა ეს ნამუშევრები რომ მოვიწყარო მე დიახ, ცხოვრება მშვენიერია.